რასაკვირველია კომუნისტებმა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო უფალთან, ან დაკავშირებული იყო ვარსკვლავებთან, ან ეზოთერულ კოსმიურ საკითხებთან, ყველაფერი დაკეტეს. დაახურეს, დატოვეს მარტო ასტრონომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს მხოლოდ ფიზიკო-მათემატიკურ პარამეტრებს ვარსკვლავებისა, მეტი არაფერი და ზეგავლენა ადამიანებზე საჭირო არ არის. თუმცა, მინდა გითხრა, რომ KGB ამას იყენებდა. KGB-ში იყვნენ ჯგუფები, რომლებიც მაგალითად იცოდნენ, რომ ასტროლოგია ოდითგანვე იყო კოსმობიოფსიქოლოგია და აღწერს 12 ფსიქოტიპს ადამიანებისა, მათ ეს სჭირდებოდათ, მათ იყენებდნენ კიდეც და იცოდნენ, მაგალითად იგივე დაუშვათ მკვლელების ზეგავლენა, მაგალითად მასი ფსიქოტიპი და რა პერიოდში შეიძლება მკვლელმა მოახდინოს ესა თუ ის მოქმედება. და ასტროლოგია რა ეს ითვლება. სვაჩოს პირადი რუკინა საცოდნო და ეს ასტროლოგია. არა, კვლელმა არ იცოდა, თუმცა იყვნენ ისეთები, ვისაც ჰქონდა ეს ცოდნა და სვაჩოს იყენებდნენ. კვლელებს კიდე ცალკე თემა კვლელობა, კვლელები ძირითადად აბაროსთა გადიან საქმეზე რას უსმენენ, იცი? ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას. და რატო? ეს კიდე ცალკე თემაა. ხო, უბრალოდ ეს შორტ აგვიყვანს. მოდი ახლა ესე ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირში ეს იგზალებოდა, ამის გამო გაცემპირებდნენ უდაოდ, მაგრამ KGB ამას იყენებდა. რაში გამოიხატებოდა დევნა? აი მაგალითად საჯარო სივრცეში ვიღაცას რო ეთქვა, მე ამის მჯერაო. არა, ეს რო შენ დაუშვათ თუნდაც სკოლაში გეთქვა, ან ინსტიტუტში, ხო? იქ რა ჯგუფები იყვნენ, აბა გაიხსენეთ, ჩემო შერახანის პერიოდი გავლილი გაქვს, ესე უნდა გახსოვდეს. იქ იყო კომკავშირი, იქ იყო პარტია, პარტკომი და ასე შემდგომ და ყველგან თავისი დამქაშები და დამსმენები ყავდა. აბსოლუტურად ყველა ფაკულტეტზე. ოდნავ რაღაცა რო ეგეთი გახმაურებული ყავი, ეყრევი იყავი დაბარებული. ან პარკოვთან, ან თუ პატარა იყავი კომკავშირის დივანთან, ხო? პირველად გაგაფრთხილებდნენ. მეორედ, უკვე შეიძლება რაღაც სხვა ზომები მიეღოთ. ნუ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მე მშობლები გამოეძახა, თუ პატარა იყავი და ამ შემდგომ და თუ არა და მე შეიძლება და გაერიცხეთ საერთოდ. მოდი იქედან და იზოლირება მოხდებოდა შენი, როგორც პერსონის. პერესტროიკის დაწყებისთანავე გაჩნდა საჯარო ინტერესი მათ შორის. წარმოიდგინე ახლა ეს რა პერიოდია, მე გეტყვი ჩემს განცდებს დაუშვათ, ხო? ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ ყველაფერს გვიმალავენ, მე ვცდილობ რომ რაღაც მოვიძიო ეზოთერული ლიტერატურა, ჩუმად და ჩუმად რას ამ დროს უკვე გაინტერესებთ ეს თემა. არა, მე უკვე მაინტერესებდა, ბევრსაც აინტერესებდა, იქამდე აინტერესებდა, მაგრამ სად იყო? ვერაფერს ვერ შევიდი, ვერ ნახავდი, ხო? მაგრამ აქედან გამომდინარე, უკვე დაიწყო აი რო იტყვიან სამის დატის გამოშვება, სამის დატს რას ვეძახდით, ფურცლებზე იყო გადაბეჭდილი წიგნები, ხო? აი ეს უკვე ჩუმად ეს უკვე ვრცელდებოდა. აი კეთდა ამ პერიოდში ვიდი იყო ის რომ ამას ვეჭდა. არ ვიცი სიმართლე გითხრა, გვარი სახელი. ქართულად იყო თუ სხვა ენაზე? არა, რუსულად. ქართულად ვინ დაგიბეჭდავდა მაშინ. ყველაფერი იყო ან რუსულად, ან ინგლისურად. ეს ორი ვარიანტი იყო. ერთი წიგნი შეხვდა გერმანული მახსოვს კიდე. და აი ასე აქედან ვეცნობოდით რაღაცებს და უცებ შენ წარმოედგინე რომ პერესტროიკის მერე გამოჩნდა კაშპიროვსკი იქ რუსეთში გაიხსნა 3 აკადემია ასტროლოგიისა აქაც წარმოედგინე რომ მე დავიწყე 93 წელს ჩემი გადაცემები ხო თან წავედი ისე რომ ტელევიზიამ უარი არ მითხრა რა ძალიან გამიკვირდა იმიტომ მე ვიყავი დარწმუნებული რომ გამომაგდებენ იქედან რომ მივედი არა ცხონებული ზაზა დარასელი იყო მეორე არხის ხელმძღვანელი მითხრა რატო ახალია საინტერესოა და ვნახოთ რა გამოგივაო ამანაც გამაკვირვა ესე ნახე უკვე საზოგადოება მზად იყო მრავალი წლის განმავლობაში ამისთვის და როგორც კი ამის საშუალება მიეცა და ნელ-ნელა გაიხსნა ეს ჩარჩოები ხო ნელ-ნელა წამოვიდა წიგნები დაიწყო ამ წიგნების ბეჭდვა ნელ-ნელა წამოვიდა ვიდეოები მათ შორის იგივე უცხოეთიდან შემოვიდა ჯერ ჩუმად მერე უფრო გახსნილად აი ხალხში უცებ გაიხსნა ეს საოცარი ინტერესი. მათ მიეცათ საშუალება ამის წაკითხვის, დანახვის, უცებ ხედავენ ექსტრასენსს. ცხოვრებაში არ უნახიათ ექსტრასენსი. კაცი გამოდის და იქვე სცენაზე ვიღაცას აჰიპნოზებს. ადამიანი გაითიშა. ხო? რა არის? ესეთი რამ არ უნახიათ კომუნისტების დროს ესეთი რამე წარმოუდგენელი ამბავი იყო, ხო? ადამიანი ყოფილიყო ერთი ფორმის, ერთი სახის, ერთი პრინციპის და კომუნისტური მწამსის. რას ქვია ესე ხელები შე რაღაცას მანიპულირებ საბჭოთა ექიმი იყო საბჭოთა პედაგოგი იყო ხო ყველაფერი იყო საბჭოთა და უცებ შენ ხედავ რაღაც ხვას ამიტომ ამან გააღვივა არნახული ინტერესი წამოვიდა მასის დიდი ინტერესი ამ საკითხებისადმი ამიტომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად კანონზოა ეს იგივეა იცი რა
რომ უცებ ცხენს რომ თავლაში ამყოფია, მე უცებ გაუხსნი თავისუფლებას და რომ გავარდება და არ იცის სად გაიქცეს. ხან იქი და ხან ყველაფერს მიედება. ასე დაგვემართა ამ ხალხსაც, რომელიც მრავალი წელი ვიყავით ჩაკეტილები.